მოვიდა ხაშური. თქვენ წინააღმდეგ ითამაშებს ლადო გოგოლაძე ჟურნალისტი დაბა სურამი ხაშურის მუნიციპალიტეტი. ბატონო გიგა, ჩალენჯ. ბატონო წამყვანი. ხელოვნებად მცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ერთ სასაცილო ისტორიას იხსენებს. 1986 წელს სტუდენტების ჯგუფი ქართლში ვაპირებდით ექსპედიციაში წასვლასო. 86-ში. ამიტომ დავწერეთ წერილი გაის, ანუ მაშინდელი სახელმწიფო ავტოინსპექციის სახელზე, რათა ჩვენი ავტობუსი არ გაეჩერებინა ტრასაზე. წერილში მითითებული იყო კულტურული მემკვიდრეობის 2 ძეგლი, რომელთა დათვალიერება შესწავლასაც ვაპირებდით შიდა ქართლში. მალე მოვიდა ასეთი პასუხი. საქართველოს СССР მილიციის საგუშაგოებს გაცნობებთ, რომ მიემგზავრება ექსპედიცია ხუროთმოძღვრების ძეგლების შესასწავლად, ავტომანქანა იქ რაღაც პაზ რაღაც 68 სახელმწიფო ნომრით გაზ 2319 და მითითებული იყო 2 საბოლოო პუნქტი ევროპის 2 დედაქალაქი. ყურადღება შეკითხვა. სინამდვილეში სად მიდიოდა ექსპედიცია, რომელი 2 ძეგლის შესასწავლად? დრო. ისეთი რაც აერია, ანუ უცნობია ამ რომი რა შეიძლება იყოს ხო? გრემი რაღაცის ტაძარი, მაგრამ ქართლი აქ ანუ ჩამოთვალეთ ხო? დედაქალაქები დავყაროთ მაშინ ჩაოლებრივად. დედაქალაქები მის შესანიშნაობით უნდა გავიდეთ. ანუ რაღაცით უნდა რაღაცით უნდა გავდეს, ან შეიძლება გავდეს სხვანაირად. ოსიაურთან რაღაცა იქ ხო არ არის ხაშურის რაიონში თვითონ რაღაც სხვა ძეგლი. სამთავრისი და ესენი კიდე ქართლში ჩამოვყაროთ კიდე რაღაც ხუროთმოძღვრები. აი გავცეს ხეთას დავუშვათ ზემოთ ან ქვემოთ რა რომი ხო რა ისეთია რომელიც ალბათ ნაკლებად ცნობილია თორე არ აერეოდა სოფელი ხო რა რა დრო ამოიწურე გისმენთ მოდით დაჩნაკილაძე პოსტებს ამჯერად გისმენთ ბატონ დავით ხო ორი ევროპის 2 დედაქალაქი უნდა დავასახელო. არა, 2 ძეგლი უნდა გითხრათ, სადაც მიდიოდნენ. ხო. 2 ძეგლი. არ ვიცი, მიჭერს პასუხის გაცემა პატარა. ყურადღება, სწორი პასუხი. ერთი დედაქალაქი იყო საბერძნეთის დედაქალაქი. ატენი, ვაიმე. მეორე იყო იტალიის დედაქალაქი. ვაჩვენოთ 2 ძეგლი. გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები, რომელიც ცნობილია თავისი ხუროთმოძღვრების ძეგლებით. პირველს ეწოდება ატენის სიონი, ანუ ატენი, მეორეს ეწოდება წრომი. წრომის ტაძარი, ანუ ათენი და რომი, ატენი და წრომი. აი ესეთი კურიოზი მოხდა სახელმწიფო ავტოინსპექციაში 86 წელს. 2-3 ხდება ანგარიში და ლადო გოგოლაძემაც დაამარცხა მოაზროვნეები და წინ გაიყვანა ტელემაყურებლები.